ეს მინდოდა მესაუბრა აუტიზმის თემაზე. რადგან მყავს შვილი აუტისტი და შესაბამისად მაინტერესებდა ყოველთვის ეს თემა. მე თვითონაც მაქვს აუტისტური ფონი. ძალიან ბევრს გონია რომ ეს რაღაც კატასტროფა არის და რეალურად არაფერი ისეთი. რთული არ არის. ნუ გააჩნია რა თქმა უნდა სირთულის დონესაც და სირთულის დონე ყველგან განსხვავებულია. იმის თქმა მინდოდა რომ ეს ყველაფერი ჩანს ნატალურ რუკაში და შესაბამისად ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია. ჩემი Facebook-ის მეტას ჯგუფში ეს არის როგორც უფასო სერვისი, სხვა უფასო სერვისებთან ერთად აუტიზმის დიაგნოსტიკა. იგივენაირად შეგიძლიათ პირად წყობინებებშიც მომწეროთ დაბადების მონაცემები ან პირდაპირ ჩამიგდოთ რუკა, რა თქმა უნდა მირჩევნია უკვე გამზადებული რუკა და რომ ვნახო. რადგან აუტიზმის ზოგადად ფორმულა მთავარი არის სოციალიზაციის პრობლემა, ეს არის დაზიანებული მე-11 სახლი, იქ არის თვითდესტრუქცია, საკუთარ თავს როდესაც აზიანებს ადამიანი, მე-12 სახლი და რა თქმა უნდა მე-3 სახლი, ეს არის კომუნიკაციის, ესე ვთქვათ, თავისებურებები, სწავლის უნარი. ძირითადად ეს 4 კომპონენტი არის, რომელიც ქმნის პრობლემას ეს აუტიზმის მიმართულებით და რუკაში ჩანს ზუსტად კონკრეტულად რა სიმძიმე არის, რა ფონი არის, მსუბუქი აუტისტური ფონია, რამე სერიოზული არის თუ არა, პლუს ემატება თუ არა ამ ყველაფერს სამედიცინო პრობლემები დამატებით, რადგან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესე რომ იშვიათად არის მხოლოდ აუტიზმი. მხოლოდ აუტიზმი როდესაც არის მსუბუქი ფონი, ამ ადამიანს არც არაფერი არ ეტყობა და მაინც არ ჩანს. ეს აუტიზმი გამოხატული დიდად არ არის. თუ არის რაიმე კონკრეტული გართულებები, იქ შეიძლება იყოს მეტად სტრესული გარემო, ანუ თვითდესტრუქციის მაღალი მაჩვენებელია ზოგთან. ზოგთან უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა არის, სოციალიზაციის პრობლემა მაღალი, ანუ უფრო ისეთი პრობლემატური. ზოგთან არის კომუნიკაციის პრობლემა, რომ თვითონ მეტყველების პრობლემა არის. ზოგთან სწავლის პრობლემა არის, რომ საუბრობს და სწავლა უჭირს შედარებით. ანუ ყველგან, ესე ვთქვათ, ყველა აუტისტი განსხვავებული არის და ყველგან ეს ყველაფერი ჩანს ნატალურ რუკაში უფრო კონკრეტულად. ვრცლად რა თქმა უნდა ხა ესე გამრცობით უფასო სერვისში ანალიზი არ გამოვა, მაგრამ როგორც ისეთი არის აუტიზმი რუკაში თუ არ არის, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოჩნდება. აუცილებელი არის დაბადების დრო, დაბადების ზუსტი საათი და წუთი. სამშობიარო არქივში 10 წლის განმავლობაში ინახება მონაცემები ზუსტად და მერე უკვე დამოკიდებულია სამშობიაროზე, რამდენად შეინახავენ უფრო მეტხანს. ამიტომ თუ დრო არ იცით, დაუკავშირდით სამშობიაროს და გამოითხოვეთ დაბადების ზუსტი დრო.